ჩემმა მეგობარმა სააღდგომოდ პასკა მაჩუკა. პასკა ღმერთის საჩუქარი და სულის საზრდო. ვიცი ცომს რომ ზელდა ჩემთვის საყვარელ სიტყვებს ბუტბუდებდა, ქიშმიშები ვარსკვლავები, ყვითელი ჩირი მთვარის ნატეხები, სკიჩი მზისხივები და პასკა მას ჩემს მეგობარს სიყვარულით. პასკა მართლაც ძალიან ლამაზი იყო, ალბათ გემრიელიც, ვანილის სურნელით ავსებული, მზის ხივებით გაჯერებული. ჩემმა მეგობარმა სააღდგომოდ პასკა მაჩუკა. პასკა ღმერთის საჩუქარი და სულის საზრდო. მე კი ეს პასკა არ შევჭამე, აფუებული ვარ, გავიფიქრე. ზედმეტი მზის ხივი აღარ მინდა მეთქი და შევინახე განჯინაში. იქ, სადაც უამრავი ანტიკვარული ნივთი ინახება, იქ, სადაც იმდენი ისტორიაა, რამდენსაც ჩვენი ფიქრები გასწვდება. ვიცოდი, ეს პასკა განჯინაში საკუთარ ისტორიას შექმნიდა, მიტოვების, არ გაზიარების, ცრუ მოლოდინისა და მარტოობის, საშინელი მარტოობის და იმ მარტოობის, როცა ღმერთის საჩუქარსაც მიაგდებენ და დაივიწყებენ, როცა სულში მზის ხილები ცრემლებად იღურებიან. ხო და მივატოვე თუ არა, იმის მაგივრად რომ ამსუბუქებულიყო, გამხმარიყო და ამჩატებულიყო, დაჩიავებულიყო და დაპატარავებულიყო, თურმე უფრო დამძიმდა, დადგმა და დაშაქრდა. და როცა განჯინის კარი რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ შევახე, თავად უკვე დასუსტებულმა და ძალგამოძრილმა, თეთრი მინანქარი ოქროსფერი დამხვდა, პასკის თითოეული ნამცეცი სავსე სიყვარულით, იმ სიყვარულით პირველად რომ ჩააგზოვა ჩემმა მეგობარმა ცომის ზელისას. როგორ მეამა, ის გადარჩენილიყო, ყველა ტანჯვა წამებისთვის გაეძლო. ნელ-ნელა, ნამცეც, ნება ვჭამდი და ვყლაპავდი. ვფიქრობდი ჩემს მეგობარზე, რომელმაც სააღდგომოდ პასკა მაჩუკა. პასკა ღმერთის საჩუქარი და სულის საზრდო. ვიცი, ცომს რომ ზელდა, ჩემთვის საყვარელ სიტყვებს ბუტბუდებდა, ქიშმიშები ვარსკვლავები, ყვითელი ჩირი, მთვარის ნატეხები, სკიჩი, მზისხივები და პასკა მას, ჩემს მეგობარს სიყვარულით. ეს დაიწერა 2018 წელს, ლანჩხუთი, 15 ივლისი, საღამოს 8 საათი. ინგა გოგიბერიძე.